გამარჯობა, მოგესალმებით, მე მინდა ვისაუბრო და ყურადღება გავამახვილო ჩვენი ქალაქის გაუსაძლებს მდგომარეობაზე. ქალაქის, რომელშიც მე ვცხოვრობ, სადაც ჩემი შვილები იზრდებიან, სადაც ჩემი მეგობრები, სამეგობრო წრეა, სადაც ჩემი მშობლები, წინაპრები, ჩვენი წინაპრების სისხლი არის ჩანთქეული იმისთვის, რომ ეს ქალაქი დღეს აქამდე მოსულიყო. დღეს მე გული მტკივა იმაზე, რომ ჩვენი ქალაქი ფაქტიურად სულ ზღარფავს. ყველანაირი სასიცოცხლო პირობა გამქრალი აქვს, დაახლოებით არჩენილი არის ნაცრისფერი სივრცე. ჩვენი პატარა ქალაქისთვის მიუღებელი ძალიან დიდი ნაცრისფერი სმოუგი ყოველდღიურად ქალაქის თავზე ზამთარში ეს არის უბედურება და კატასტროფის ზონაზე ვართ. ჩვენ ყველას შეგვიძლია რომ ეს პრობლემა გამოვასწოროთ, ჩვენ ინდივიდუალური ხელით შევუწყოთ ქალაქს. პირველი ალბათ ფიქრობ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად მოვაჩვენოთ ინვესტორებს ქართველებმა, რომ გვაქვს არნებიური ფული და ვიყიდით ბინას მაგალითად ნებისმიერ უბანში სადაც არ აშენებენ, ნებისმიერ კორპუსში ნახევარს არ უნდა აშენდეს. ანუ რაც გულისხმობ ამით, რომ ბინა რა თქმა უნდა კარგია, აუცილებლად უნდა იყიდო, მაგრამ არ გჭირდება 4 ბინა, არაფერში არ გჭირდება, იქ დაკეტილი, აქ გაქირავებული იქის და ინვესტორს არ ექნება იმის შეგრძნება, რომ მისი აშენებული ბინა არ გაიყიდება, ალბათ წავა და იპოდრომს მიხედავს, რომელიც აგერუკვე წლების განმავლობაში მისახედი არის თბილისის ზღვაზე, ლისისისკენ გადაიტანეს, მაგრამ ხის ნასახი არ არის, მაგალითად არც ერთი ხი არ არის. ჩვენთან თბილისში მწვანე საფარის არარსებობა, საშინელება ხდება, ამ კუთხითაც მე ჩემი ბავშვობა ძალიან კარგად მახსოვს, რა თქმა უნდა, 4 მანქანა დადიოდა თბილისში 90-იანებში, მაგრამ სიმწვანე იყო და გვიხაროდა. მე გაზაფხულის მოსვლა მიხარობდა და მე შემოდგომაზე გული მწყდებოდა, რომ ფოთლები ცვიოდა და მე ხა გული მწყდება, რომ ჩემი შვილი ვერ შეიგზნობს იმ განცდას, რასაც ქვია შემოდგომაზე ფოთოლცვენა, იმიტომ რომ ფაქტიურად ფოთოლი არ დაცვიდება, თუ ხეები არ გვექნება და დღეს საშინელება ამ კუთხით. მე რა თქმა უნდა ძალიან განვისდი იმ ამბავსაც, რომ როგორი დაბინძურებულია ჩვენით დედაქალაქი, პირველი რა თქმა უნდა ფეკალიები ძაღლის, ეს იგივეა, რომ თუ გყავს ძაღლი, კეთილინები და ქუჩაში რომ მოისაქმებს გადაყარე ჩადე პარკში და გადაყარე. ეს იგივე ჩემი შვილის პამპერსი, რომ მე ყოველდღე გადმოვაგდო ფანჯრიდან, მაგალითად, და პირდაპირ ქუჩაში. მე გავიაროთ, ძალიან მაყოფილება. თქვენ არ იქნებით მაყოფილები და არც მე. თუ გაიაზრეთ ის რომ უნდა იყოლოს ძაღლი, კეთილინებით გეხვეწებით, რომ ისიც გადაყარეთ ხოლმე, იმიტომ რომ არ არის ასიამოვნო, როცა საქმეზე მიიჩქარი სადმე და ფეხს ჩაადგავ და მე საშინელი სუნი აქვს. ერთი ეგ და მეორე უამრავი ბაქტერია და უბედურება ხდება იქ. ნუ დავაგდებ ძირს ციგარეტის ნამწვავს, ნაჭამი ხაჭაპურის ხაღალთან, რა ქვია იმას, ნაყინის, ესე რომ ვთქვათ, შესაფუთ მასალას, იმიტომ რომ სიბინძურია ეს უბრალოდ და ეს აისახება მე ჩვენს მომავალზე, რა თქმა უნდა, აუცილებლად არ იხწნება და გაუხსნელი რაც არის, ეგრე არ არის არაფერი, მე მგონი კარგი. ეს არის ჩემი კომენტარი.